ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი მეჩხუბება ერთ საკითხთან დაკავშირებით. ანუ ისე უბრალოდ უკმაყოფილებას კი არ გამოთქვამენ, არამედ პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან, ლანძღავენ და რა ვიცი, მოკლედ რას აღარ მეუბნებიან. ახლა რა არის ეს საკითხი? თურმე რატომ არ ვასწავლი ინგლისურს ნული დონიდან? ნული დონიდან იგულისხმება, ანუ ადამიანი, რომელმაც არც ანბანი იცის, არც კითხვა და ასე შემდეგ. მეგობრებო, ახლა აგეხსნით, რის ისწავლება შეგვიძლია ინგლისურის მასწავლებლებს სხვადასხვა შემსწავლებლისთვის. აი მაგალითად, დავიწყოთ. ნული დონე, A1 დონე, A2 დონე, B1, B2 დონე, C1, C2 დონე, მათ შორის დონეები. პლუს ზრდასრულთათვის ცალკე კურსები არის ასაკიდან გამომდინარე, ცალკე კურსებია თინეიჯერებისთვის, ცალკე კურსებია ბავშვებისთვის, ცალკე კურსებია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. ამავდროულად ცალკე კურსებია მათთვის, ვინც გამოცდებს აბარებს, მაგალითად FC-ის გამოცდა, B2-ის გამოცდა, C1-ის გამოცდა, IELTS-ის გამოცდა, აბიტურიენტების გამოცდა და მოკლედ სხვადასხვა ტიპის გამოცდები. ამავდროულად კონკრეტული სფეროების და პროფესიების კურსები, მაგალითად სამედიცინო ინგლისური, ბიზნეს ინგლისური, ტურიზმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, მეგობრებო, უამრავი მიმართულება, უამრავი მიმართულება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ერთი ადამიანი ადგეს და ეს ყველაფერი ასწავლოს, ანუ ფიზიკურად რო დარჩება ამისთვის? მით უმეტეს, როცა ეს ადამიანი მუშაობს მხოლოდ ჯგუფებში და არა ინდივიდუალურად. ანუ აქ რა არის საწყენი და გასაბრაზებელი, მართლა გულწრფელად ვერ ხვდები. ყველა მასწავლებელი აკეთებს თავის არჩევანს, ყველა მასწავლებელი ირჩევს თავის რაღაცა კონკრეტულ სფეროს და იმ სფეროს მიყვება. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ ფიზიკურად ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ვერ შეძლებს. განა იმიტომ რომ არ იცის და რაღაც უბრალოდ დრო არ ეყოფა, ანუ ერთ რაღაცაზე რომ იმუშავებს, ამ თქვათ, რაც ჩამოვთვალე, ამ ყველაფრიდან შეიძლება მუშაობდეს 5-ზე, 6-ზე, მაგრამ ყველაზე ფიზიკურად არ გამოვა, ხო? ამიტომ ძალიან გთხოვთ მასწავლებლებს და მათ შორის მეც შეურაცხყოფას ნუ მოგვაყენებთ, ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენ ვასწავლით იმ სფეროებს, რომლებსაც ვირჩევთ.